It's a real honor for me to be here to represent the United States of America and more particularly our cooperation and partnership with you. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მოგებოდეთ დღეს საქართველოში და წარმოვადგენდე ჩემს მთავრობას, ჩვენს დეპარტამენტს და ასევე ჩვენს თანამშრომლობას აღნიშნავდეთ დღეს. This is my first visit to Georgia, ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. And I can see immediately the kind of partnership that we have between our two countries and our two peoples. და ნამდვილად თვალნათელი დავინახე, ჩემი თვალით დავინახე ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ახასიათებს ჩვენს ორ ქვეყანას, ჩვენს ორ ხალხს. I'm really proud of the fact that both of our presidents, Presidents Obama and Saakashvili, share a commitment to nuclear security. ნამდვილად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი გამოირჩევიან ასეთი დამოკიდებულებით და მნიშვნელოვანი დამოკიდებულებით ბირთვული უსაფრთხოების თემის მიმართ. And particularly for me and my colleague Kathy Peroff from the White House, it's an opportunity for us to see firsthand how the people of Georgia have taken this equipment and have used them and put them into place. და ჩემთვის და ჩემი კოლეგასთვის თეთრი საფრთხიდან ქალბატონი კეთი პეროვის განსაკუთრებულად სასიხარულია თუ როგორ მიიღო საქართველოს ეს მოწოდებული აღჭურვილობა, როგორ განათავსა ის სათანადო ადგილებში და როგორ იყენებენ შესაბამისად. President Obama last year in his first foreign policy speech and his first speech overseas took the time to talk about this very issue, nuclear security. გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ თავის პირველ საგარეო პოლიტიკისადმი მიწვეულ სიტყვაში, რომელიც მან უცხოეთში წარმოთქვა, ვრცლად ისაუბრა ბირთვული უსაფრთხოების თემაზე. And he said basically that nuclear material in the hands of a terrorist or a nuclear weapon in the hand of a terrorist is the most immediate and the most extreme threat to global security. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბირთვული მასალა, ბირთვული იარაღი ტერორისტების, რომელიც შეიძლება ჩავარდეს ტერორისტთა ხელში, წარმოადგენს შესაძლო ყველაზე დიდ საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისათვის. And as a result of that, he dedicated an international effort to work together with other countries to deal with this particular problem. და მან ასევე გამოთქვა თავისი მზადყოფნა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას, საერთაშორისო მცდელობას ჩაუდგეს სათავეში, რათა ეს პრობლემა იყოს მოვალებული. And just this year, last month, in April of this year, he had 47 heads of state come together in Washington to lead a dialogue and to work together. And we are very proud of the fact, and we are honored to be able to host President Saakashvili as part of this. და ამ წლის აპრილში პრეზიდენტ ობამამ უმასპინძლა 47 სახელმწიფოს მეთაურს ვაშინგტონში, სადაც წარიმართა დიალოგი და დაისახა შესაძლო თანამშრომლობის გზები. ეს შეხვედრა სამი მიწვეული იყო ბირთვული უსაფრთხოების თემებისადმი. ჩვენ დიდი სიამაყით უმასპინძლეთ პრეზიდენტ სააკაშვილს და ნამდვილად სასწავლო პრეზიდენტ სააკაშვილმა მიიღო მონაწილეობა პოლიტიკაში. And I remember distinctly getting ready for the Nuclear Security Summit, talking with my colleagues in the Department of State and the Defense Department about how strong of a partner the people of Georgia and the country of Georgia is in this area. ბირთვული უსაფრთხოების თემებზე მუშაობენ სახელმწიფო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში, თუ რაოდენ მკიცი არის განწყობა საქართველოსი, ქართველი ხალხის და როგორ აგრძელებენ ისინი მუშაობას ამ საფრთხის გასაულებელყოფად. The organization that I lead is called the National Nuclear Security Administration, and it is a part of the Department of Energy. And the work we do is nuclear security. And with Georgia, we work in three main areas. ორგანიზაცია, რომელსაც მე ხელმძღვანელობ, მას ეწოდება ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია და იგი წარმოადგენს ენერგეტიკის დეპარტამენტის ერთ-ერთ განაყოფს. ჩვენი ორგანიზაცია ადმინისტრაცია ძირითადად კონცენტრირებული არის ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოების თემებზე. We work in export control training and improvements. We work in the border security work, looking for nuclear material, and we do radiological security work, securing sources in various countries. ჩვენ მუშაობთ ძირითადად ექსპორტის კონტროლის თემებზე, სასაზღვრო უსაფრთხოების თემებზე, ასევე ბირთვული და რადიოაქტიული უსაფრთხოების თემებზე და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს მთელ რიგ ქვეყანასთან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. And the monitors you see here behind the chief and I are a perfect example of the kind of work that
that we do, but more importantly, that the people of Georgia feel is so important, monitoring and checking for nuclear material movement around the country, and more importantly, and just as importantly, around the world. და ის დეტექტორები, რომელსაც ახლა ჩემი და პოლიციის ხელმძღვანელის უკან ხედავთ, ზუსტად ნამდვილი რეალური მაგალითია იმ თანამშრომლობისა, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებს შორის, ზუსტად შედეგი არის იმ პროგრამებისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. And it's a real physical and visible example of the strong partnership that our two nations have on this global security issue. და ეს გახლავთ რეალურად ხელშესახები და ფიზიკურად ხილული თანამშრომლობა, შედეგი თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს ახასიათებს. Earlier today, my colleagues and I had an opportunity to go to the Red Bridge and to look at the border security at the Red Bridge, as well as to take a look at the Georgian National Communication System, where all of this information flows together. And I can say I was incredibly impressed with the professionalism and the quality of the people that were maintaining this equipment and looking for nuclear material. დღეს მე და ჩემს კოლეგებს ჰქონდა შესაძლებლობა რომ სტუმრებოდით წითელ ხიდზე განლაგებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტს, ასევე ჩვენ ვესტუმრეთ ეროვნულ საკომუნიკაციო სისტემას, საიდანაც იმართება ზუსტად ეს საკითხები. და მე ნამდვილად მინდა აღვნიშნო ის პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი ხარისხი, რომლითაც აღინიშნებოდა ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ საკითხებს. And so I can say nuclear security requires a global response. And the people of Georgia and the government of Georgia have demonstrated a tremendous partnership, not only with the NNSA, but with the United States. And we care very deeply about that partnership and are looking forward to continuing this relationship well into the future. Virtually უსაფრთხოება რომ ნამდვილად ითხოვს გლობალურ პასუხს და ჩვენ ვხედავთ რომ საქართველოში ზუსტადაც არიან განწყობილი იმისათვის რომ ითანამშრომლონ virtually უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან და ჩვენ ველით რომ მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა იქნება ისე მჭიდრო როგორც არის დღეს. Thank you very much, and we look forward to your questions. დიდი მადლობა და მზად ვართ უპასუხოთ თქვენ კითხვებს.